ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლოს ხდომა გაიმართა. დღევანდელ ხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე, ექსპერტ კრიმინალისტი დაიკითხა. მან სასამართლოს ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მიაწოდა. ელისაშვილს ბრალდება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოწმის დაკითხვამ დაადასტურა ის, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ზოგადად გამოძიება იმდინარეობდა უხარისხოდ, არ იყო ელემენტარულად მანძილები გაზომილი თუ რომელი ნივთი რა მანძილში იყო, რა მდებარეობა ჰქონდა, სითხე რომელიც ადგილზე ნახეს, რა ფართობზე იყო მოსხმული და ასე შემდეგ. ეს გაკეთდა სწორედ იმისათვის, რომ შემდგომში ინტერპრეტაციების საშუალება ჰქონოდათ, რომ ეს ესეა და ესე კი არა ესეა, მაგრამ მოწმემ ვერ გამორიცხა ის, რომ მაგალითად 5 კვადრატზე მეტზე არ იყო მოსხმული საწვავი, რაც გამორიცხავს იმას, რომ ეს აპოკალიფტური შედეგები გამოეწვია. შემთხვევის ადგილზე არაერთ ადგილზე იყო ბენზინის კვალი, შეღწევა მოხდა უშუალოდ სასამართლოს შენობის მინის დაზიანების გზით. ასევე გითხრა, რომ შემთხვევის ადგილზე იყო სანთებევა, რომელიც იყო ცეცხლის გაჩენის, რა თქმა უნდა, საშუალება. ასევე გითხრა იმის შესახებ, რომ დაზიანებული იყო ადგილზე არაერთი ნივთი და შემთხვევის ადგილზე იყო ასევე იარაღი. ექსპერტი გვესაუბრა იმაზე, რომ თითოეული ნივთი შეფუთეს, ამოიღეს და დაუქეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ასევე გვესაუბრა იმაზე, რომ შემთხვევის ადგილი იყო დაცული რაიმე სახის გარე ზემოქმედებისგან.